ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრს თაზო დათუნაშვილს, სწორედ ის ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა. მადლობა თქვენს რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. და მინდა პირველი კითხვა ჯერ მაინც ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ დაგისვათ. თქვენ სოლიდარობა გამოუცხადეთ, მაგრამ მის გუნდს ეს არ აკმაყოფილებს, მოისმენდით ალბათ განცხადებებს. მათ აქვს თქვენთან მკაფიო პრეტენზია და ამბობენ რომ თქვენ გაკეთებული საჯარო განცხადებების საკმარისი არ არის და ის რომ თქვენი პარტიის არც ერთი წევრი არ მისულა მათთან პარტიაში არის მათთვის მიუღებელი. რას პასუხობთ? ეს იყო ერთიანი გადაწყვეტილება თქვენი პარტიის, ასე რომ მოხდა თუ, იმიტომ რომ თქვენ არჩევნებისთვის ემზადებით და განსხვავებული გზა გაქვთ თუ რას უპასუხებთ თქვენს კოლეგა პარტიას? მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს ამ ქვეყანაში. ლევან ხაბეიშვილი არის ჩვენ თანამებრძოლი პოლიტიკოსი, პატრიოტი ადამიანი, ჩვენ მას გამოვუცხადეთ სოლიდარობა, იმიტომ რომ ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი დღეს რეჟიმის, ისევე როგორც ბევრი სხვა. ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ. ხო, არ ვიცი ახლა ამის იქით რაზე ვსაუბრობთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს, სხვა ქალაქებში, სხვა სოფლებში ადამიანებს ველაპარაკო იმაზე, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ვითარებაში და რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება. ეს ცვლილება სჭირდება წყალივით, იმიტომ რომ ჩვენ ყავს დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოლიტიკურ ინტერესებს გადაუხვია, მისწრაფებებს ჩვენი საზოგადოების გადაუხვია ჩვენ ეროვნულ ინტერესს, რომელიც არის ამ ქვეყნის დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნება სრულფასოვნად და დღეს ადგას ქართული ოცნება საქართველოს ხელახლა გარუსების გზას. ამ ცვლილებაზე როდესაც საუბრობთ, სწორედ ცვლილებაზე ვსაუბრობდით წინასწარმართან, ნაც თქვენ ამბობთ, რომ არჩევნების გზა არის ამ ცვლილების ერთ-ერთი გზა და ვთქვათ, ეს არის თქვენი მცდელობა, თუმცა მეორე ნაწილი ოპოზიციის მოგეხსენებათ 4 ოქტომბერს გეგმავს ამ დიდ აქციას. სად იქნება ლელო? ანუ 4 ოქტომბერი რომ წარმოვიდგინო, რაღაცა დღის განმავლობაში თქვენ ხართ არჩევნებზე და საღამოს უერთდებით აქციას, თუ თქვენ არჩევნებში ხართ და ცალკე მიმდინარეობს აქცია. ანუ როგორ გამოიყურება ოპოზიციური სპექტრი 4 ოქტომბერს რომ აი დამანახოთ? ქალბატონო, ხო, მე არ შეგიშლით ხელს წარმოიდგინოთ 4 ოქტომბერი ისე როგორც თვლით საჭიროა რომ წარმოიდგინოთ. არა, მე არ დავთვლით, თქვენ გეკითხებით, უბრალოდ სხვადასხვა რამე ანონსდება და თქვენ სათხართ ლელო. დღეს ჩვენ თვლით რომ გავიგე კითხვა და პასუხობთ. ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში, ჩვენ თვლით რომ ამ ქვეყანაში სანამ სუვერენიტეტი არსებობს და სანამ დემოკრატია არსებობს, ოღონდ სულს ღაფავს ივანიშვილის პირობებში, ივანიშვილი ამ ქვეყანაში ქმნის ავტოკრატიას, ივანიშვილს უნდა რომ ამ ქვეყანაში გაქრეს პოლიტიკური პარტიები, არ არსებობდეს სამხალხო საზოგადოება, არ არსებობდეს თავისუფალი მედია. ჩვენი მთავარი პრინციპია რომ ივანიშვილს ამ გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალოთ. ჩვენ თვლით რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ყველაზე სწორი გზა დღეს არის მიუხედავად ძალიან მძიმე ვითარებისა, რომელშიც ავტოკრატია მყარდება, ბოლო მომენტამდე, ბოლო შესაძლებლობამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პოლიტიკური პროცესით ცვლილება მოვიტანოთ, შევეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნის გარუსებას. ჩვენ თვლით, რომ საარჩევნო კამპანია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ პროცესში, ოღონდ ჩვენ არ თვლით, რომ საარჩევნო კამპანია და დიდი პროტესტი გამორიცხავს ერთმანეთს. არა, ჩვენ თვლით, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ როდესაც ავტოკრატია ყარდება, ქალბატონო ნინო, თქვენს ძალიან კარგად იცით ეს ამბავი, ხო? ჩვენს სამეზობლოში სამწუხაროდ ესეთი ამბები ხშირად მომხდარა და ისტორიას და უახლოეს ისტორიას მათ შორის ბევრჯერ უნახავს. ავტოკრატიის დამყარების პროცესში მთავარია წინააღმდეგობა. საზოგადოებამ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ისეთ წყობილების დაყენებას, რომელიც ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას. ამ წინააღმდეგობას ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს, ხო? ჩვენი ოპონენტის, ამ ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფალის მთავარი იარაღი დღეს არის და ერთის მხრივ პროპაგანდა და მეორეს მხრივ ძალადობრივი სისტემა, რომელიც ლეგიტიმურ ძალადობას გაცდა, ხო? დამეთანხმებით, იმიტომ რომ როდესაც ქუჩაში დათარეშობენ ახალგაზრდა ადამიანები იარაღებით, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე უმოწყალოდ პირუტყულად სცემენ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური აზრისთვის და შემდეგ ამის გამო არავინ არ ისჯება,
თქვენ მეც ყველას გვახსოვს, ხო? ასეთი საქართველოს, ძალიან მძიმე საქართველოს ჩვენი უახლოესი ისტორიიდან და ეს არ არის ის მომავალი, რაც თქვენ, მე და ჩვენს მაყურებელს თავისი შვილებისთვის უნდა. ამიტომ წინააღმდეგობა არის მთავარი, შიშის დაძლევა არის მთავარი, იმიტომ რომ შეხედეთ ქავტორნინო პროპაგანდა და ძალადობრივი სისტემა შიშს ნერგავს როგორც მთავარ მოკავშირეს ხელისუფლების და ეს შიში უნდა გავანეიტრალოთ. ჩვენ ეხლა საარჩევნო კამპანიაში ამ შიშისგან ნეიტრალებით ვართ დაკავებული. ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ეს ყოფა ნორმა არ არის. ამაში ცხოვრებას არ უნდა შეეგუონ, იმიტომ რომ ამაში ცხოვრება არ არის ის, რაც ქართულმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა. ჩვენ ვამბობთ, რომ 4 წელიწადში იმ პროგრამით, რომ პროგრამასაც აი ეხლა ჩვენი საუბრის პარალელურად ირაკლი კუპრაძე წარადგენს და რა ვიცი, მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად მოусმინოთ, ჩართოთ თქვენს მაყურებელსაც ანახოთ, იმიტომ რომ დაინახოს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ შესაძლებელია ხელისუფალი იყოს სხვანაირი. შესაძლებელია რომ ყმლეფის, კორუფციის, ძალადობის გარეშე ქვეყანაში განხორციელდეს ის, რომ საქართველო არ იყოს ქვეყანა, რომელიც ქალაქები და სოფლები ინგრევა, რომელშიც სუნთქვა და გადაადგილება შეუძლებელია, სადაც მოხუცე ადამიანები, პენსიონერები მედიკამენტსა და საკვებს შორის არ ირჩევენ და ღირსეული სიბერი აქვს საკვებისა და მედიკამენტების. რამდენად შესაძლებელია რომ შეიცვალოს? თქვენ ადრე ამბობთ კიდეც რომ გამოვგლიჯავთ თბილისს, ანუ იგივე მუნიციპალურ დონეზე არასდროს კითხვა ვერ გავიგებ. ლელოს წევრები არ მახსოვს ხა სახელი გვარი, მაგრამ ხო იყო საუბარი რომ აი თბილისს მაინც გამოვგლიჯავთ. იგივე ირაკლი კუპრაძე და ამ სტუდიაში ამბობდა უბრალოდ რომ ვეცდებით რომ თბილისი მაინც გამოვგლიჯოთ, ანუ თქვენ თვლით რომ მუნიციპალურ დონეზე ამის შესაძლებლობა 4 ოქტომბერს ექნება ოპოზიციას და ლელოს და ამას რატომ გეკითხებით? იცით რა, როდესაც გაყოფილია ეს ოპოზიციური ელექტორატი და იწაღან აქციაზე ვთქვი, არ ვიცი რა არ მოგეწონა ჩემს კითხვაში, მაგრამ იმიტომ ვთქვი წარმომადგენინეთ თქო რომ 4 საათზე აქცია დაანონსებული, დილიდან არჩევნებია. არ შეგიშლით ხელს. ხო, დილიდან არჩევნები მიმდინარეობს და საარჩევნო ყუთებთან უნდა იყოს, ხო, თქვენი ელექტორატი, ოპოზიციური ელექტორატი და ამ დროს მოწოდება აქციისკენ და როგორი იყოფა ეს ხალხი? აი ამას ვკითხულობდი ზუსტად და ეს შეუშლის თუ არა ხელს არჩევნებში თქვენს გამარჯვებას. მოლოდინები ხო არსებობს? შტაბის უფროსი ხართ, რაღაც მოლოდინები ხო არსებობს არჩევნებში? თქვენ თხოვთ რომ პოლიტიკური ანალიზი გავაკეთოთ, ეგ არ არის ჩემი საქმე. არა, თქვენი მოლოდინი რა არის? რანაირ ანალიზს პოზიცია. მოლოდინებს ნახავთ რა იქნება 4 ოქტომბერს. ძალიან რთულია ქალბატონ ნინო ავტოკრატიაში პროგნოზირება მოვლენების, იმიტომ რომ ხედავთ რომ თქვენც ალბათ აკვირდებით ამ პროცესს ყოველდღიურად რა მძიმედ ვითარდება საქართველოში პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრება და ივანიშვილის რეჟიმმა სამწუხაროდ ქართველი ადამიანებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხვალინდელი დღე ისეთი ბუნდოვანი გახადა, როგორი ბუნდოვანიც არ ყოფილა ჩვენ დამოუკიდებლობის მანძილზე უკანასკნელ წლებში არასდროს. ეს ბუნდოვანება შექმნა მისი ერთ-ერთი მოკავშირე ეს ბუნდოვანება არის, ჩემთვის ეგ არ არის ეხა. თავარი თქვენ კითხვას რო დაუბრუნდე, ხო? იმასთან დაკავშირებით ეხა რა ქვია, რა მოლოდინი მაქვს? მე მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქეები თავის სამოქალაქო ვალს აღასრულებენ, ამისკენ მოუწოდებ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ და გააკეთონ სწორი არჩევანი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ეს ქვეყანა არ იყოს უბრალოდ ჭაობი, ხო? კალაძემ ეს ქალაქი ჭაობად აქცია. თქვენ მე ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობ და იქ გადაადგილება შეუძლებელია, სუნთქვა შეუძლებელია, უკვე არსებობა, თავისუფლება აღარ არსებობს, ხო? ადამიანებს პოლიტიკური აზრის გამო აპატიმრებენ. ლევან ხაბეიშვილი ხო ნებისმიერი ავტოკრატიისთვის გასაოცარი ამბავია, როდესაც პოლიტიკური განცხადება ვიღაცამ მიიღო ქრთა მისაღებად და ამის გამო არის, ხო? ეხა საპატიმროში და ესეთი ამბავი უამრავი არის, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ ადამიანებთან. იმაზე რომ ის რაც ეხა ხდება, ეს ყველაფერი არის იმის რომ კორუმპირებული რუსული ტიპის მმართველობა გვაქვს. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ თანამოქალაქეებს ახალ ევროპულ ტიპის მმართველობას, ისეთ როგორც ქართული ოცნების პირობებში არ უნახიათ და რაღაცა დაპირებებზე და ოცნებებზე აგებულს კი არა აბსოლუტურ რეალობაზე აგებულს, რომ 4 წელიწადში 10,000 დანგრეული სახლი ამ ქალაქში აღარ იქნება, რომ 4 წელიწადში თბილისში საცობები აღარ იქნება, რომ 4 წელიწადში მუნიციპალური ტრანსპორტი ისეთი გამართული იქნება, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ამ ქვეყნის ქალაქებში სუნთქვა შესაძლებელი იქნება, რომ მოხუცები აღარ იშიმშილებენ და მედიკამენტების გამო არ დაზოგავენ საკვების ფულს და უფასო მედიკამენტები ექნებათ ეს შესაძლებელი რომ სკოლებში შესაძლებელია უფასო სასადილოები წალენჯიხის მაგალითზე ეს გავუკეთებია და თბილისში აბსოლუტურად შესაძლებელია ნაკლებს თუ მოხაპავს ქალაქის ხელმძღვანელობა რომ 200,000 სამუშაო ადგილი რეალობა არის იმ პროექტების განხორციელებით რომელიც თბილისის სასიცოცხლოდ ჭირდება თბილისის გარშემო სარტყელურ მოძრაობა თუ სხვა ასეთი მეგა პროექტი რომელიც შესაძლებელია რეალობაა განხორციელებადია ქალბატონი ნინო ჩემთვის მნიშვნელოვანი ახლა ეს გზავნილები არის იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს ჭირდება რწმენის დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში
პროცესში თქვენ მკითხეთ, ხო იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის კონსოლიდაცია სრულფასოვანი იქნებოდა, გარდაუვალი აბსოლუტურად წყალგაუვალი იქნებოდა ის ამბავი, რომ ოპოზიცია ძალიან მარტივად მოიპოვებდა ამ უპირატესობას. ყველა არჩევნების წინამაზეა საუბარი. არა, ხო, მოკლე პასუხი თუ შეგიძლიათ, რომ გამცეთ. ხო, რა შორს წაგვიყვანს თქო და მაგით მოკლე პასუხი არ მაქვს. მთავარი ახლა ეგ კი არ არის. არ შედგა, მომავალში შედგება ქართული ხალხის დაკვეთას, როდესაც ყველა კარგად გაიაზრებს. რომ არ შედგა ეგ ცვლის იმას, რომ არის შანსი კალაძეზე გამარჯვების, არ ცვლის. კალაძეს შეხედეთ მის შტაბს. შეხედეთ ქაუტონ ნინო რა ხდება მელიქიშვილზე. შეხედეთ ამ კაცს, რომელიც მოსახლეობასაც ვეღარ ხვდება. ვერ დადის ქუჩაში. მე შეხედეთ ირაკლი კუპრაძეს. შეხედეთ რას აკეთებს, შეხედეთ რა ენერგია აქვს. შეხედეთ რა შეთავაზება აქვს თბილისისთვის, ხო? ჩართვა შეგიძლია თქვენს ეთერშიც და მათ შორის თქვენს ყურება რას თავაზობს თბილისს. შეხედეთ განსხვავებას ცასა და დედამიწას შორის. ამას ამორჩეველი 4 წუთში აფასებს არჩევნებზე რა თქმა უნდა. ენერგიას, წარმატებას, ამ ქვეყნის წინსვლას და მეორე მხარეს კორუფციას, ჭაობს, სიკვდილს, სიბნელეს, ქურდებს, შავებს, მაფიოზებს და განსხვავება ხო მარტივი დასანახია. თქვენ მაყურებელს ძალიან მარტივად შეუძლია დაინახოს განსხვავება კორუფციულ ჭაობში, რომელშიც კალაძე ძირავს ამ ქალაქს და ირაკლი კუპრაძეს შორის. ამიტომ ხო, რა თქმა უნდა ძალიან დიდი შანსია, რომ დედაქალაქი გახდეს ოპოზიციური და ოპოზიციური დედაქალაქი ძალიან ბევრ მაგალითზე ჩვენ სამეზობლოში ნიშნავს ძალიან მალე ცვლილებას ხელისუფლებაშიც. ძალიან მალე, იმიტომ რომ ჩვენი თანამოქალაქეები და თბილისი საქართველოს მოსახლეობის 40%-ია ხო, ჩვენი მოსახლეობის თბილისში მაცხოვრებელი დაანახებს ლელოს მიერ წარდგენილი მერი და გახარიას გუნდის მიერ წარდგენილი მერი, რომ თურმე შეიძლება თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში და ეს ცვლილებებს მოიტანს. ამიტომ ხო, ამის იმედი აუცილებლად ეს გამოჩნდება 4 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგების მიხედვით. კი, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ქაუტონ ნინო, იმ შემთხვევაში თუ კალაძე ბოლომდე არ მოხაპავს მთლიანად ამ არჩევნებსაც, თუ მიუშვებს საქართველოს მოქალაქეებს და აფიქსირონ თავისი არჩევანი და არ მოიქცევა ისეთი ხამივით, როგორც მოიქცა მანამდე მისი პარტია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს 2024 წელს გამოსტაცა მათი არჩევანი. კი, დავინახავთ. ასე თავდაჯერებულად ვერ ვიტყოდი, რომ 4 ოქტომბერს დავინახავ, როგორც თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ მე მგონი თქვენ და მე ერთი და იგივე ქვეყანაში ვცხოვრობთ ავტოკრატიაში, რომელიც აი დაღუპვის პირას დგას. ასეთი დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ბრძოლა იქნება, ბრძოლა აუცილებლად იქნება, ქაუტონინო. მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს, არა დრო ამოიწურა. დაველოდოთ 4 ოქტომბერს თაზო დადუნაშვილი ლელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს და